7 პლანეტის წარმომადგენლების გზავნილი 8 ივლისი 2016 წელი. მოგესალმებით ძვირფას დედამიწელებო. ჩვენ დიდი ხანია რაც არ გამოსულა თქვენთან კონტაქტი, რადგან ყურადღებით ვადენებთ თვალყურს თქვენს პლანეტაზე მომხდარ მოვლენებს და ახლა გსურს მათი გაზიარება. როგორ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მიუხედავად შეუწყვეტელი სოციალური კონფლიქტებისა და ზოგადი არასტაბილურობისა, ენერგეტიკულ დონეზე მოხდა ერთგვარი სტაგნაცია. უკიდურეს შემთხვევაში შეწყდა ვიბრაციულად ქვევით დაცემა. ჩვენ ამას უკავშირებთ იმას, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი იგებს თქვენს პლანეტაზე მოახლოების ცვლილებების შესახებ და იწყებენ თანამედროვე გამოღვიძებას და ერთვებიან სულიერი აღორძინების პროცესში. რა თქმა უნდა, ეს პროცესი არ არის მასობრივი და შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ზღვაში წვეთია დედამიწის ზოგად მოსახლეობაში. თუმცა ამ წვეთსაც კი შეუძლია სასწაულების ჩადენა. როგორც უკვე ბევრჯერ ითქვა, ერთი გამოღვიძებული სული ასხივებს ისეთ ძალის ენერგიებს, რომელიც შეესაბამება რამდენიმე ასეული მძინარე სულის ენერგიებს. სწორედ ამით აიხსნება დადებითი ცვლილებები თქვენს პლანეტაზე. ამის გარდა ბევრმა სინათლის მოხელემ მისწავლა იმ ნათელ ძალებთან ურთიერთობა, რომელმაც აირჩიეს კაცობრიობის მიმართ მსახურება ამ რთულ პერიოდში და მათი ერთობლივი მუშაობა სულ უფრო და უფრო ზრდის თქვენი პლანეტის აღორძინების პოტენციალს. სულ შეგახსენოთ, რომ თქვენს მიმართ მეგობრულად განწყობილი ცივილიზაციებიც არც არიან უმოქმედო და აკეთებენ ყველაფერს, რაც მათია დამოკიდებული, რომ დაეხმარონ კაცობრიობას გადალახოს ეს ბოლო წინაღობები ამაღლების გზაზე. ამგვარად სინათლის გალაქტიკური ფედერაცია დაუღალავად შრომობს დედამიწის დასახმარებელი პროგრამის შესამუშავებლად. ჩვენ ასევე ვხედავთ ჩვენ ძვირფასებო, რომ ძალიან მალე სტაგნაციის პერიოდს შეცვლის დის პერიოდი, ანუ ადამიანთა ვიბრაციები დაიწყებს სწრაფად გაზრდას მათი ცნობიერების გაზრდის წყალობით. ეს თავის მხრივ გამოიწვევს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხელმძღვანელი პირების შეცვლას და კორუმპირებული ჩინოვნიკების ადგილას. ბოლოს და ბოლოს მოვლენ სუფთა და სინდისიერი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ გადაწიონ ადამიანთა ცნობიერება ახალ დონეზე, როგორც სულიერი, ასევე მატერიალური თვალსაზრისით. თქვენ ეს ალბათ ფანტასტიკად გეჩვენება, თუმცა თქვენ მალე დარწმუნებით, რომ ასეც მოხდება. დედამიწას უბრალოდ არ აქვს სხვა გამოსავალი, რადგანაც მან უკვე გაიარა ის წერტილი, საიდანაც უკან დაბრუნება აღარ შეიძლება. ახლა კი იმისათვის, რომ კაცობრიობა გადარჩეს, აუცილებელია მის ვიბრაციებამდე ასვლა. საბოლოოდ კი გსურს გითხრათ თქვენი ბავშვების შესახებ. იმისათვის, რომ კაცობრიობა განვითარდეს საჭირო მიმართულებით, თქვენ სრულად უნდა შეცვალოთ აღზრდა-განათლების სისტემა, რომელიც დედამიწაზე თითქმის ყველგან არის მესამე განზომილების დონის, ანუ მის სათავედ ძევს დუალური მცნებები. ეს შეიძლება გახდეს წინაღობა თქვენს გზაზე, რადგან ასეთი სისტემა ეწინააღმდეგება მომავლის ადამიანის მიზნებს და ამოცანებს, რომელიც ხედავს საკუთარ თავს სამყაროს ნაწილად და რომლის ცხოვრების საწყისადაც არის უპირობო სიყვარული, რომელშიც არ არის დაყოფა და განშა. გადააქციევთ თქვენს უპირველეს ამოცანად მომავალ თაობაზე ზრუნვა. 7 პლანეტის წარმომადგენლები, რომელსაც ქურთფერად უყვარხართ, საუბრობდნენ თქვენთან. გზავნილი მიიღო მართა, თარგმნა წაიკითხა გოჩა. ვიდეოს ბოლოს მსურს შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც დაგეხმარებათ გაიაროთ ეზოთერიკის საფუძვლები და უკვე დღესვე დაიწყოთ თქვენი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. ასევე გთავაზობთ პირად კონსულტაციას, სადაც განვიხილავთ თქვენს პრობლემას, გეტყვით თქვენ სულიერ მისიას, თქვენი დადებით და უარყოფით მხარეებს და დაგეხმარებით თქვენი გასაჭირის მოგვარებაში. დამატებითი ინფორმაციისათვის დამნიეკეთ ტელეფონის ნომერზე ან მომწერეთ სოციალურ გვერდებზე. ლინკები მოცემულია აღწერაში. გისურვებთ წარმატებას.